შუადღელა იმშვიდობისა ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებელო, მე მივესალმე ანა ჩვენს დილის მაყურებელს, მოგეხსენება, დღეს შაბათი იყო და კი მივესალმე, თუმცა შენთან ერთად კიდევ უფრო სხვანაირად გულით ვესალმები და მოგესალმები შენ რაც ვთავარია. მეც მოგესალმები მარიამ, ამას ხშირად ვამბობ, მაგრამ კიდევ გავიმეორებ, რომ შენ მიესალმე დილის ეთერიდან მაყურებელს, მაგრამ შუადღელაივი მაინც სულ სხვა რა ქნა. მიკერძოებული იქნები თუ შეიძლება რასაკვირველია ეს ხუმრობით, თუმცა მაინც სადღაც არ ხუმრობ ბოლომდე. მოგესალმები, ჩემო ძვირფასო მივესალმები ჩვენს მაყურებელს. სხვათა შორის მინდა უთხრა მაყურებელს, რომ მომინატარა ჩვენი მაყურებელი, ჩვენი ერთგული მაყურებელი განსაკუთრებით, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, აი ახლა კარგად მოთავსდებიან ტელევიზორებთან და ეკრანებთან და უყურებენ შუადღე ლაივს. როგორც ყოველთვის, დღესაც არ იქნება განსხვავებული დღე ის, რომ ჩვენ საუბრობთ ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვან აქტუალურ თემებზე, რომლებიც ჩვენ გარშემო ხდება, ყველას გვაწუხებს და დღეს სწორედ არის 12 აპრილი და მიუსაფარ ბავშვთა საერთაშორისო დღე. მსოფლიოში სამწუხაროდ 30 მილიონამდე ბავშვია მიუსაფარი, როგორც მე ვიცი, ესე იგი 30 მილიონი ბავშვი ქუჩაში ცხოვრობს. კი, ასე არა, ნამდვილად და ამ ბავშვების რიცხვშია საქართველოში მყოფი ბავშვებიც სამწუხაროდ, რომლებიც ქუჩაში გვხვდებიან ყოველდღიურად. სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც უსახლკაროდ ცხოვრობენ და ზოგიერთი მათგანი შემწეობას ითხოვს ქუჩაში, ზოგი ჯარს დაეძებს, ზოგი აბარებს და მოკლედ ძალიან მძიმე ყოფაში უწევთ ცხოვრება და ჩვენც არაერთხელ ყოფილვართ შემსწრეები, ასე ვთქვათ, აი ამ სურათი, მძიმე სურათი. ნამდვილად ძალიან მძიმე სურათია, სამწუხაროდ ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, არ ვიცით რამდენი ბავშვია ქუჩაში ჩვენს ქვეყანაში მიუსაფარი, ეს სხვადასხვა პრობლემებთან არის დაკავშირებული, თუმცა ჩვენი სტუმრებისგან გავიგებთ დარწმუნებული ვარ, რა მდგომარეობა ამ მხრივ და რა კეთდება ამ უდიდესი პრობლემის მოსაგვარებლად. კი, თუმცა სანამ ჩვენ სტუმრებს მოვიწვევთ სტუდიაში, აუცილებლად უნდა ვნახოთ სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით სიუჟეტი. და დაგიბრუნდებით ძალიან მალე. ვარ მარტო ხელა დედა 6 შვილის დედა ვარ მარტო 2017 წლიდან ვითხოვ თავშესაფარს რომ დამაკმაყოფილონ იყვნენ შემოწმებაზე მაგრამ დღეს ხვალზე ესე მეუბნებიან სულ რომ კომისიაზე გავა თქვენი საქმე და დაკმაყოფილდებით და ესე შემდეგ მაგრამ არაფერი არ ჩანს უკვე 2 წელია 2017 წელს გავხდი ძალადობის მსხვერპლი და მოვხდი პირველად გორის დედათა და შვილთა თავშესაფარში. იქედან რადგანაც გორელი იყო ჩემი მეუღლე, გადამიყვანეს ქუთაისში, რომ მოვშორებოდი ქალაქს, მოვშორებოდი მოძალადეს. იქ ცხოვრობდი 7 თვის განმავლობაში პირველად. და აქედანვე დავიწყე იმის ძიება, რომ მე 7 თვის მერე სად უნდა წავიდე. დავიწყე პარლამენტში სიარული დაწერა განცხადებების, რომ მე ჭირდებოდა თავშესაფარი, თუნდაც ყოფილიყო დროებითი, თუნდაც შევეშვი ანუ დაკეტილ შენობაში, მაგრამ არაფერი არ მომხდარა. დამჩა ბოლო დღეები თავშესაფარში და ერთი კვირით ადრე გადავწყვეტე რომ მართლა ვრჩებოდი ქუჩაში და მე ბარჩიე ჩემი შვილები ქუჩაში წაყვანას რომ გამეშვა მინდობით აღზრდაში და ზუსტად ჩემი შვილის დაბადების დღეზე გადავიყვანე 31 მარტს 2018 წელს ჩემი შვილები მინდობით აღზრდაში ისე დაბნეული ვიყავი და ისე გაფანტული ვიყავი, ჩემი შვილის დაბადების დღე მოდიოდა 31 მარტს და მე ეს არ მახსოვდა. და გავიგე, როცა მინდობით მშობელი ჩამოვიდა. ძალიან მიჭირს, მაგრამ მინდობით მშობელმა შემახსენა, რომ ჩემი შვილის დაბადების დღე იყო. როცა ჩემი შვილები დავაბინავე სახლში, მინდობით მშობელთან და ვნახე სად უნდა ეცხოვრან ჩემ შვილებს.
მეორე დღის ქატენება მე არ მინდოდა, იმიტომ რომ ჩემი შვილები უნდა დამეტოვებია. მე რაღაცნაირად ნისიათ წავედი თურქეთში სამუშაოდ, რათა მე ჩემი შვილებისთვის ქირით მაინც მეშოვა რაღაცა, თუმცა ვერაფერი ვერ მოვახერხე, დავბრუნდი ისევ საქართველოში. ამის მერე გადმოვედი თბილისში, რაც მე ჩემი შვილები დავიბრუნე, მას შემდეგ ვარ ქირით. სახელმწიფო დღესდღეობით ბავშვებს ეხმარება მხოლოდ სოციალურით. ესკურსიაზე ჩემ შვილებს ვერ უშვებ, არც ყოფილა. იმიტომ, ჩვენი სოციალური ისია გაწერილი, გადავიხადოთ ქირა, გადავიხადოთ კომუნალური, ვიყიდოთ თვიური სარჩო, ვერ გადავდებ, იმიტომ რომ ფაქტიურად მე აქეთ შერჩებთ. მე რო ჩემი მქონდეს, არაფერს აღარ მოვთხოვ სახელმწიფოს. მე რო ქირის ფული არ მქონდეს გადასახადი, ნამდვილად არ მოვთხოვ არაფერს, იმიტომ ფეხი მაქვს, ხელი მაქვს და გავაქანებ, ვიმუშავებ, სულ იმის ფიქრი მაქვს, რომ მე ამ თვეში რო არ გადავიხადო, გამიშვებს. კომუნალური რომ არ დავფარო, ჩამიჭრიან. სულ ამის ფიქრი მაქვს და ამას ვნერვიულობ დღე და ღამე, რომ რითი ვიარსებო. ქვევით რო ვიყავით და ახალი გადმოსული ოზურგეთიდან, მაშინ მქონია ეს პრობლემა, რომ მაკარონიც რომ მაკარონია, ისიც არ მქონებია და ვერ მიჭმოვია ბავშვებისთვის. მართლა ნემსისყუნში ვძვრები, რომ არ შემიძლია შვილების გარეშე და ყველაფერს გავაკეთებ. დღეს რომ ადამიანმა მითხრას, შენი სული მიეცი და ოღონდ შენ შვილებს ექნება სახლი, კარი, მივცე. ოღონდ ჩემი ტკივილი არ გეიარო. თან იმის შიში რომ გაქვს ადამიანს, რომ თუ რამეზე დაიწყებენ ლაპარაკს ჩამოგართმევენ. არ შემიძლია, იმიტომ რომ სანამ ცოცხალი ვარ, ვერავის შესაძლებელზე იყო. რახშია, მითხარი რა გინდა? რა გინდა, მითხარი მაწვენში ჭამ? აბა, მაკარონი გინდა? კარგი, გაგიკეთებ მე, ჩადი. გაგიკეთო? ჯერ არა, მერე. ხანდახარ იცი რას ვფიქრობ. სულ ბოლომდე ხო არ გაგრძელდებოდა ჩემი წამება მეუღლეს, ან ყოფილიყავი ჩემ შვილებს სახლი ექნებოდა. მაგრამ ფსიქიკას დავარღვევდი ჩემი შვილების. ძალიან ბერჯერ დაუხატია ლიკას თავისი ოთახი. ლიკას ოცნება თავისი ოთახში იყოს მარტო. მისი სივრცე კონდეს. იარა. ცეთითი და გთხოვ. ნო. რატო? თავისი ოთახი კონდეს ლიკას. თავისი სივრცე, რაც აქ არ აქვს, ცდილობს, რომ რაღაცა კუთხე გამოყოს თავისთვის, მაგრამ ვერ. ხედით ზემოთ და ნახავთ, ჭერი რო არ ჩამომიგრას თავზე, არის იქიდან ცვივა რაღაცაები. აბაზანაა და კატასტროფა. კატასტროფა, მეშინია ხოლმე რო შედიან ბავშვები საბანაოდ, რამოდენიმეჯერ შევაკითხავ ხოლმე და ასე რისკის ქვეშ ცხოვრობ. მოვიდნენ, გადაიღენ, წაიღენ, მაგრამ პასუხი არ აქვს. ჩემ შვილს რო ცხვირიდან ბოდიში და ჩამოუვა და დაცემინებას დაიწყებს, უკვე მე გული მიბაგუნებს, რომ მე ხვალი არ კონდეს. იმიტომ მეშინია. ან ავანტყოფაში წასაყვანი არ დამჩეს, ან მედიკამენტების საყიდელი არ დამჩეს. უკვე იმის მერთვება ფიქრი, რომ მე რომ მედიკამენტები ვიყიდო, საკვებს ვეღარ ვიყიდი. არ ვიცი როგორ, არ ვიცი საიდან, მაგრამ ვიბრძოლებ ბოლომდე. იმისათვის, რომ მე რაც გამოვიარე, არ მინდა ის გზა ჩემო შვილმა გაიარო. ძალიან რთული გზა იყო და დღემდე ისე მოვედი, რომ ამ რთული გზის, ასე ვთქვათ, კაფვა მიწევს და გავკაფავ ბოლომდე მივიდა. არ ვიცი, სახელმწიფო რამდენად გაიღვიძებს და ჩემნაირს და ჩვენნაირ ტკივილს მიიტანს გულთან და დაგვეხმარება და გააკეთებს იმ მცირედს, მაგენისთვის მცირედია, მე რასაც ვითხოვ იმას.
რომ ჩვენ მოგხედოს. რუბრიკას წარმოგიდგენთ ავერსის ბრენდი ნახეთ ახლა მხოლოდ ერთი ისტორია და ასეთი სამწუხარო ძალიან ბევრია. ამაზე რთული кейსებიც არსებობს კიდევ და რა ვიცი, სახელმწიფოში ხალხს შია, ბავშვებს შიათ, ალბათ რომ ხდებიან დედები ფიქრობენ იმაზე, რომ როგორ დაალევინონ წამალი, როგორ იყიდონ მედიკამენტი, ჯარდს აბარებენ, შემწეობას ითხოვენ და ძალიან მალე ძალიან დიდი პროცენტია იმის არსებობისა, რომ ძალიან მალე დარჩნენ ასევე მიუსაფრად და არ კონდეთ ჭერი თავს. ძალიან რთულია ნამდვილად ამ ყველაფერს გულგრილად ვერ უყურებ. ჩვენ უკვე ჩვენ სტუმრებთან ერთად შემოგიერთდით, გავაგრძელებთ მათთან ერთად საუბარს ახლა. თამარ შარაშიძე, საქართველოს კარიტასი, ეკა სანებლიძე, ბავშვთა კეთილდღეობა ლიგას ხელმძღვანელი, გიორგი კვარაცხელია, სოციალური დაცვის სერვისების სუპერვაიზერი. World Vision საქართველოს. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ძალიან მძიმე თემაზე ვსაუბრობთ დღეს. უკვე ვიცით და თქვენც უყურებდით ახლა ჩვენთან ერთად ამ სიუჟეტს. დაახლოებით ვიცით რომ სტატისტიკაზე რთულია ზოგადად საუბარი, მაგრამ დაახლოებით მაინც თუ შეგვიძლია ვთქვათ და ვუთხრათ ჩვენს ტელემაყურებელს, რა ციფრზეა საუბარი, რა რაოდენობის ბავშვია დღესდღეობით ქუჩაში და მიუსაფარი ჩვენს ქვეყანაში. როგორც აღნიშნეთ, 2008 წლის მერე რაოდენობრივი კვლევა საქართველოში არ ჩატარებულა და 2008 წლის მონაცემებით იყო 4 ქალაქი დათვლილი, ეს იყო თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი. იმ დროს იყო 2500 ბავშვი იდენტიფიცირებული როგორც 2008 წლის მონაცემები. მას შემდეგ კვლევა არ ჩატარებულა, რაოდენობრივი ჩატარდა თვისობრივი კვლევა 2018-ში და ალბათ მოგვიანებით ვისაუბრებთ მიგნებებზე. რაც შეეხება ჩვენ პრაქტიკაში, მაგალითად საქართველოს კარიტასი მიუსაფარ ბავშვებთან 2007 წლიდან მუშაობს და ჩვენი დაკვირვებით ციფრები არ შეცვლილა, ანუ შეიძლება პლუს მინუს, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა ბავშვების მოწყვლადობა. 2008-ში მაგალითად მანამდე რა პრობლემებიც ჰქონდათ ბავშვებს. ეხლა ცოტა სხვა პრობლემებია წამოსული და სხვა საჭიროებია. აი ეს გულისხმობთ რა პრობლემაა. მაგალითად 2008-ში შეგვეძლო გვენახა ბავშვი ქუჩაში ეძინათ. წებოს ყნოსავდნენ. დღეს სიტუაცია შეცვლილია, ქუჩაში ბავშვს არ ძინავს. უფრო ადვილად მიუწვდებათ თანხაზე, ფული უფრო არის კანონთან კონფლიქტში მეტად არიან და საკმაოდ დიდ თანხებს გამოიმუშავებენ. პატარა ასაკის ბავშვები მოწყალებით, უფროსები უფრო კრიმინალურ საქმიანობაში ჩართულები არიან და დღეს უფრო მძიმე ნარკოტიკი შემოვიდა ეს წებო. და ამაზეც მიუწვდებათ ხელი მათ. ოკეი. არ ვიცი, მართლა კომენტარიც არ ვიცი როგორ უნდა გავაკეთო. ხო, ესე იგი უფრო მძიმე მდგომარეობაა ვიდრე იყო ფაქტია, ესე გამოდის. თუ გავითვალისწინებთ ამ მოცემულობას, ანუ ბავშვი ქუჩაში არ ძინავს. ეს უკეთესია, მაგრამ რის ხარჯზე? ხო, რის ხარჯზე რომ ხელმისაწვდომობა აქვს უფრო მეტად საშინელ ნივთიერებებზე და არა მარტო. და ამ დროს სახელმწიფო რას აკეთებს ასეთი ბავშვებისთვის? რა უნდა გააკეთოს? ეს კიდევ ცალკე თემაა, მაგრამ რას აკეთებს? პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, ხო, ვინ არიან ეს ბავშვები, ანუ მიუსაფარ ბავშვებზე როცა ვსაუბრობთ. ესენი არიან ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ, მათი ჩვეული ადგილი საცხოვრებელი არის ქუჩა და ასევე შემოსავლის წყაროთ მათ აქვთ ეს მოწყალების თხოვნა, ხო, და სხვადასხვა საქმიანობით არიან დაკავებულები. ბავშვისთვის ფუნდამენტურია მისი განვითარებისათვის უსაფრთხო და სტაბილური გარემო. ანუ ეს ორივე ფუნდამენტი აქვთ ამ ბავშვებს მორღვეული. შესაბამისად, მათი მდგომარეობა არის ძალიან რთული, ისინი არიან ძალადობის მსხვერპლი, რადგანაც უგულებელყოფილია აბსოლუტურად ყველა მათი უფლება, როგორც არის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, განათლების უფლება, ის რომ იყვნენ დაცულები, ის რომ იყვნენ მზრუნველის, ყავდეთ მზრუნველი გვერდით. შესაბამისად, რამოდენიმე კატეგორიაზე ვსაუბრობთ ჩვენ ბავშვთა ქუჩაში მიუსაფარ ბავშვებზე, ხო? ესენი არიან ბავშვები, რომლებიც უსახლკაროები არიან და ცხოვრობენ და მუშაობენ ქუჩაში. ესენი არიან ბავშვები, რომლებიც დღის განმავლობაში არიან ქუჩაში და საღამოს ღამეს სახლში იძინებენ და ბავშვები, რომლებიც
მშობლებთან ერთად არიან ქუჩაში. ანუ ქუჩაში გამოსვლის მიზეზი ერთ-ერთი სხვადასხვა მიზეზია. ანუ კომპლექსურია. თქვენი კითხეთ ახლა რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, ხო? ანუ მიზეზი თუ რატო ხდება ბავშვი ქუჩაში არის საკმაოდ კომპლექსური, მრავალწახნაგოვანი. ეს არის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, ეს არის თავშესაფრის არარსებობა, ეს არის მშობლის მხრიდან ძალადობა, ის რომ არ შეუძლია ბავშვს დისფუნქციურ ოჯახში გაჩერება და ის გარბის გარეთ. ეს არის მშობელთა მიგრაცია, ანუ მიზეზები სხვადასხვა და საპასუხო ზომებიც ასევე უნდა იყოს კომპლექსური. პირველ რიგში აქ ჩვენ თუ ვისაუბრებთ სოციალური პოლიტიკის დონეზე არის სამუშაო ძალიან ბევრი. წლების წინ, როდესაც სახელმწიფომ დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა, იყო განვითარდა რამოდენიმე სახის სერვისი, ეს არის სამი სახის სერვისი, მობილური ჯგუფი, რომელიც აკეთებს იდენტიფიკაციას, შემდგომ არის დღის ცენტრი და შემდგომ არის კრიზისული, ესე აგრეთ წოდებული 24 საათიანი ცენტრი, მაგრამ მნიშვნელოვანია ეს პროცესი საქართველოში დაიწყო ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის ფარგლებში, დაახლოებით 2011-12 წლებში და ასე თუ ისე აი ამ მიმართულებით მუშაობა არის, მაგრამ მნიშვნელოვანია მოხდეს ამ პოლიტიკის დივერსიფიკაცია, სერვისების გეოგრაფიული არეალის განვითარება. თუ არ ვითარდება, ეს არის სფერო, რომელიც თუ არ ვითარდება, განიცდის რეგრესს. ანუ თუ არ ხარ მიყვება იმ პროცესებში, ხარ მიყვებით, როგორც თამარმა აღნიშნა, პრობლემები და გამოწვევები იცვლება, კიდევ უფრო მძიმდება სიტუაცია. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიყვეს სახელმწიფო პოლიტიკა. ხა რა უნდა გაკეთდეს? უმნიშვნელოვანესია ჩვენ დიდი ჩავარდნა გვაქვს პრევენციის დონეზე მუშაობაში, ხო? ანუ თუ ბავშვი ქუჩაში მოხვდა, ის 2 დღეც რომ გაატაროს მან ქუჩაში, ის უკვე მიუსაფარ ბავშვად ითვლება, ხო, იღებს იმ ჩვევებს, ერთვება იმ რაღაც სუბკულტურაში, იღებს ამის ნიშნებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ეხლა სიუჟეტშიც იყო თქვენთან საუბარი, რომ როდესაც სახელმწიფომ დაინახოს რისკები, სანამ მოხდება ბავშვი ქუჩაში. და იმუშაოს სწორედ პრევენციული მიმართულებით, რომ არ მოხდეს ოჯახის დარღვევა და ბავშვი არ გავიდეს ქუჩაში. ეს ერთი. ეს პრევენციისთვის, მაგრამ თუ უკვე დაინახა და ვთქვათ, უკვე ხედავს ძალიან ბევრ როგორც გითხარით, სერვისების განვითარებაა მნიშვნელოვანი. და დივერსიფიკაცია, მრავალფეროვანი სერვისები, ეს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ სოციალური პოლიტიკის დონეზე თუ არ ვიმუშავეთ, ჩვენ მხოლოდ თუ შევხედეთ იმ ბავშვებს, რომლებიც დღეს არიან ქუჩაში და ვიმუშავეთ მათ ქუჩიდან გამოყვანაზე და მეორე ხელით არ გავაკეთეთ ის, რომ სოციალური პოლიტიკის დონეზე სხვა ბავშვები აღარ მოხვდნენ ქუჩაში, ხო? ეს იქნება რაღაცა უსასრულო შეკრული წრედი, ერთი ნაწილი გამოვა, მეორე ნაწილი გავა და ასე შემდეგ. სააგენტო, რომელიც მუშაობს ბავშვთა საკითხებზე, რამოდენიმე დაახლოებით 2-3 წლის წინანდელი სტატისტიკა შემიძლია გითხრათ, იდენტიფიცირებული დაახლოებით 24,000 ბავშვი ყავდათ. თუმცა ზუსტი სტატისტიკა, ხა როგორც თამარმაც აღნიშნა აქ, ძალიან რთულია, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ძვირად ღირებული კვლევა. რაოდენობრივი კვლევა რო გაკეთეს, ანუ ერთდროულად უნდა მოხდეს ჯგუფების გასვლა, იმიტომ რომ ეს ბავშვები არიან მობილური ბავშვები, დღეს შეიძლება 1 საათში რამოდენიმე ადგილას დათვალო. ამიტომ ამის რაოდენობრივი კვლევა საკმაოდ რთულია, კომპლექსურია, რაც ჩვენთან არ ჩატარებულა წლებია. მაგრამ მნიშვნელოვანია ჩვენ ვისაუბროთ იმ სერვისებზე, რომელიც ამ ბავშვებს ჭირდებათ და უნდა გქონდეთ. სერვისებზე მათი ოჯახებისთვის. თუ ეს არის დისფუნქცია, თუ ბავშვი იმიტომ გადის ქუჩაში, რომ ის არის ძალადობის ხიბლი, მაშინ საჭიროა მშობლებთან და ოჯახთან მუშაობა. თუ არის სოციალური, ანუ შეჭირვებული ოჯახი, ხო? ამ მიმართულებით არის მუშაობა. ასევე ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, თუ რას აკეთებენ, ხო, ეს ბავშვები ქუჩაში. ისინი ითხოვენ მოწყალებას, ისინი ყიდიან წვრილმან ნივთებს, ჩართულები არიან კრიმინალურ საქმიანობაში, პროსტიტუციაში, ასევე მინდა გითხრათ, ანუ რის შემდეგაც, აი რატო ვახსენე რომ თუ 2-3 დღე მოხდა ბავშვი ქუჩაში, მე რთული აქედან გამოყვანა. რის შემდეგაც ისინი ისეთ წრეში ერთვებიან, რომ თვითონაც უჭირთ, სურვილი შემთხვევაშიდაც, კი თუ უნდათ, უჭირთ იქ ვიღაცის ვალი აქვს, იქ ვიღაცას უნდა მისცეს, ვიღაცამ ამას უნდა მისცეს ეს თანხა და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ასევე საზოგადოების როლზედაც მინდა ვისაუბროთ და მედიის როლზე. როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ? ხო, ანუ ჩვენ უნდა კარგად გაწყვეტინებთ, მოპატიეთ. აი მე მაგალითად გამიგია და ასეც ვაკეთებ სიმართლე რომ გითხრათ ხშირ შემთხვევაში რომ
ფულად დახმარებას არ უწევ, იმიტომ რომ არ დაუქვეითო მას რაღაცები, რაც შემდეგ უკვე მის პიროვნულ ჩამოყალიბებაში ხო ზიანს მიაყენებს ამ შემთხვევაში. შევცდილობ რომ საკვებით მაგალითად დავეხმარო, ტანსაცმლით დავეხმარო. აი ამ შემთხვევაში ჩვენ რა ფუნქცია და ვალი გვაქვს მათ წინაშე? რა გვაქვს რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ მნიშვნელოვანია სწორედ გვესმოდეს ეს ბავშვი ქუჩაში ეს არის წართმეული ბავშვობა. ეს არის დანგრეული ცხოვრება, ანუ არც ერთ ბავშვს დამიჯერეთ არ უნდა. რთული ქცევა უყალიბდება, რა თქმა უნდა უყალიბდება რთული ქცევა, იმიტომ რომ ის ცხოვრობს საფრთხეების შემცველ გარემოში, ხო? ყოველ წუთს გადარჩენისთვის იბრძვის, მას უმუშავდება რთული ქცევა, ის არის უგულებელყოფილი ძალადობის ხერპლი, მას მიაჩნია და გონია და ასე თulis რომ ოჯახთან ერთად საზოგადოება მას აქცია მას ზურგი. ამიტომ მნიშვნელოვანია სწორედ ინფორმირება საზოგადო მედიის კუთხით რო ვისაუბროთ, საზოგადოების სწორედ ინფორმირება, რომ გაუწოდე არა ფული, არამედ დახმარების ხელი, ხო, როგორც ჩვენ ვამბობთ. ანუ ინფორმაციის სწორედ მიწოდება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რეფერალური სახელმწიფო დონეზე. ეს არის პრობლემა, რომელიც არ ეხება მხოლოდ ერთ უწყებას. ეს ეხება სხვა ბევრ უწყებას. პოლიციამ უნდა დაინახოს, რომ ესეთი მდგომარეობაა, ხო? პოლიციამ უნდა იცოდეს, სად გადაამისამართოს. ანუ თანამშრომლობითი პლატფორმის შექმნა სახელმწიფო დონეზე, რომელიც იქნება ქმედით და არა ქაღალდზე და არა ერთჯერადი, ვთქვათ, რაღაცა ქმედების ჩატარებით შემოფარგლული. ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე მედიის საზოგადოების სწორედ ინფორმირებულობა, რომ ესენი არ არიან, ასე ვთქვათ, როგორც ესეთ ციგანი ბავშვები, ესენი არ არიან უვარგისი ბავშვები, ასეთი ბავშვი არ იბადება. ასეთ ბავშვებს ჩვენ სრულწლოვნები ვქმნით. მათ უგულებელყოფით, იმითი რომ მიგვაჩნია, რომ ისინი ჭუჭყიანები არიან, არ უნდა მიეკარო პირიქით, უნდა დაეხმარო, უნდა გაუწოდო ხელი, იმიტომ რომ მასაც უნდა ოჯახი, არც ერთ ბავშვს არ უნდა ქუჩაში ცხოვრება დამიჯერეთ. აი საზოგადოების ჩართულობაზე ერთ დავამატებდი 2018 წელს, თუ სწორად მახსოვს წელი, ჩატარდა თვისობრივი კვლევა გაეროს ბავშვთა ფონდმა ჩაატარა, სადაც ჩვენც ვიყავით ჩართული საქართველოს გარდაცვლილი World Vision-ი და ერთი საინტერესო მიგნება იყო, როდესაც ჩვენ ასევე ქუჩაში საქართველოში გარდა ეთნიკურად ქართველი ბავშვებისა გვყავს ეთნიკურად აზერბაიჯანი ბავშვები, რომელიც აზერბაიჯანიდან ლეგალურად კვეთენ საზღვარს, შემოდიან მოწყალების მიღების მიზნით და უკან გადიან ისა. Ну, ზოგ შემთხვევაში რჩებიან და რომ მიზეზები იყო გამოკლეული კვლევის, რომ საქართველოში მან ორი მიზეზი, ერთი რომ აზერბაიჯანში უფრო მკაცრად არის მიდგომა ქუჩაში ბავშვის და მეორე ის რომ საქართველოში მოწყალების მიღება, ანუ საზოგადოება უფრო გულუხვია და მოწყალებას გასცემს. და აი ზუსტად ამ მიგნებების მერე საქართველოს კარიტასმა წამოიწყო კამპანია ემეგობრე, რომელიც საზოგადოებაზე არის მიმართული, სტუდენტებთან მუშაობდით, რომ აი ზუსტად ის სლოგანი რომ ქუჩაში ფული არ უნდა მივიცეთ, გაუწოდე ხელი და არა ფული და ფულის მიცემით ჩვენ დანაშაულს უწყობთ ხელს, იმიტომ რომ ბავშვებს ქუჩაში ვამაგრებთ და ეს არა ერთია ეს მარიამაც აღნიშნა, აი რა დამოკიდებულებითაც თქვათ არ უნდა რომ ფული მიცეს, მე კიდე შიშიც მაქვს, მე შინია რომ სხვანაირად არ გამოიყენოს. რა თქმა უნდა, ის ფული ყოველთვის სხვანაირად გამოიყენება. ხო, რაც ხელმისაწვდომია სამწუხაროდ, თამბაქო, ესე კიდე მსუბუქი აღარ ჩამოვთვალე, უფრო ძიმეს შევეხე. ხო და ხო აი მეც შიში მაქვს და ამიტომ ვცდილობ მეც რომ ფულადი დახმარება არ გავუწიო, თუმცა ზოგჯერ აი რომ მართლა შეიძლება ჭირდება და კარგიძლებს ხო ნამდვილად გულიც არის მაგდროს რომ აი კარგიძლებს და იქ უნდა აუცილებლად უნდა მისცე. გიორგი, უნდა გადმოვიდა თქვენთან აუცილებლად. ხო ბატონო, აკა მახსენა რომ საკმაოდ რთული ქცევის ბავშვებზეა საუბარი. როგორია მათთან მუშაობის პრაქტიკა ამ შემთხვევაში ეს რომ გავაჟღეროთ აუცილებლად? კი ბატონო, პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ დაინტერესებულები და ჩართულები ხართ. როგორც აღნიშნეთ, დღეს არის მიუსაფარ ბავშვთა საერთაშორისო დღე და ამ დღის ფარგლებში კიდევ ერთხელ ვიხსენებთ, ხო, ამ ბავშვებს, მათ საჭიროებებს, თუ რა საჭიროებები აქვს, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ იმისთვის, რომ დავაბრუნოთ ეს ბავშვები საზოგადოებაში და მივიღოთ ისეთები, როგორებიც არიან. აღნიშნულ საკითხზე საუბრის დროს მნიშვნელოვანია ის, რომ მაგალითად ჩვენი ორგანიზაცია World Vision საქართველო ევროკავშირის დახმარებით უკვე მე-11 წელია, რაც მომსახურებებს ახორციელებს, ეს არის აი კოლეგებმაც ისაუბრეს, ხო, მობილური ჯგუფის მომსახურება, ვინც თქვათ არის შუამავალი რგოლი ქუჩასა და სერვისებს შორის, ვინც აკავშირებს ბავშვებს სერვისებთან.
არის დღის ცენტრის მომსახურება, არის თავშესაფრის მომსახურება და ის პრობლემა, რასაც უწოდებთ, თქვა რთულ ქცევას, გამომწვევ ქცევას, ზუსტად ამ კონტექსტის ფარგლებში ჩვენ ჩავატარეთ მომსახურებების კვლევა, ეფექტიანობის კვლევა და გამოიკვეთა სხვადასხვა საჭიროებები. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საჭიროება არის ის, რომ უფრო ეფექტურად ვიმუშაოთ ჩვენ რთული ქცევის მართვაზე. აქ არის სხვადასხვა სახის პრობლემა, ხო, აქ არის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, ქცევითი პრობლემები, არის კრიმინალური ქცევა და ზუსტად ამ კვლევის ფარგლებში შემდგომ ნაბიჯზე გადავედით და ამ ეტაპზე ერთი არის თანამშრომლების ადგილზე გაძლიერება, ვთქვათ, როგორ შეიძლება თანამშრომელმა, აღზრდელმა ფსიქოლოგმა, სოციალურმა მუშაკმა სერვისში მართოს ასეთი ქცევა და მეორე გაგრძელება ამ კვლევის არის ის, რომ მუშაობთ კონცეფციის ნაწილზე, რა მომსახურება შეიძლება მივაწოდოთ ჩვენ ბავშვებს, ვისაც აქვთ კონკრეტულად მაგალითად ასეთი ტიპის ქცევები და მნიშვნელოვანი არის ნამდვილად ის, რომ შეიქმნას ისეთი ტიპის მომსახურება, რომელიც თქვათ მიაწვდის მომსახურებას ბავშვებს და გააუმჯობესებს ქცევას და რა თქმა უნდა ეს ხელშეუწყობს იმას, რომ მათი ინტეგრირება მოხდეს საზოგადოებაში. სტატისტიკას შეეხეთ წინა კითხვაში და კოლეგებმა ისაუბრეს სტატისტიკა დაახლოებით ეგრე მერყეობს და პრინციპში დიდი ცვლილება არ მომხდარა აქ. მე გაგიზიარებთ ბოლო მონაცემებს. ჩვენ 5 მობილური ჯგუფი გვყავს საქართველოში, თბილისსა და ქუთაისში და 2021 წლის აგვისტოს თვიდან 2025 წლის თებერვლის თვის ჩათვლით ქონდა 2104 მომართვა, ეს იყო როგორც მიუსაფარ ბავშვებზე, ასევე ძალადობის შემთხვევაზე. აქედან 1300 შემთხვევა დაიფარა აი როგორც კრიზისული ინტერვენცია, ასეთი ტიპის მომსახურება განხორციელდა და დანარჩენი შემთხვევები გადამისამართდა უწყებებში თუ სხვადასხვა სექტორში. და აქედან დაახლოებით 614 შემთხვევა იყო ძალადობის და დანარჩენი მიუსაფარი ბავშვის შემთხვევა. რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და ეს სტატისტიკური რიცხვები მიგვითითებს იმაზე, რომ კიდევ უფრო უნდა განვითარდეს, გაძლიერდეს ეს მომსახურებები იმისთვის, რომ თქვათ დავაბრუნოთ ეს ბავშვები საზოგადოებაში. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ეკასთან მექნება ერთი შეკითხვა, თუ შეიძლება რომ საუბრობდით ცოტა ხნის წინ ახსენეთ თქვენ კრიმინალური ფაქტები, იგივე ის მოპარვა იქნება თუ ასე შემდეგ. მაინტერესებს აი ამ შემთხვევაში კანონი როგორ არეგულირებს ამ ყველაფერს და აღსრულება როგორ ხდება და შემდეგ ამ ბავშვებთან უკვე მუშაობა. ანუ კანონში როგორც ვიცით 14 წლამდე პირები არ იღებენ სისხლისამართლეობის პასუხს და არ ისჯებიან, ასე ვთქვათ. შესაბამისად, ამით სარგებლობს კრიმინალური, ასე ვთქვათ, წრეები და სწორედ ანუ ეს არის ერთ-ერთი ძალიან დიდი გამოწვევა, რომლის წინაშედაც დგანან მიუსაფარი ბავშვები, რომ მათ იყენებენ, ასე ვთქვათ, კრიმინალში ჩართული პირები, რომ რადგანაც ბავშვი 14 წლამდე არ იღებს სისხლისამართლეს, არ აგებს პასუხს კანონის წინაშე, იყენებენ და სხვადასხვა ობიექტების, ანუ მაღაზიების გაქურდვა, გატეხვა და ასე შემდეგ ხდება სწორედ ამ ბავშვების ჩართულობით. ანუ ეს არის ძალიან და შედეგი არაფერი. აქ რა უნდა მოხდეს? აქ უნდა მოხდეს გასაგებია, არ არის სისხლისამართლეობრივი პასუხისმგებლობა 14 წლამდე და ძალიან კარგია ეს ჩვენ და კონვენციაში, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციაში გვაქვს 12 წელი და ჩვენ კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი გვაქვს საქართველოს, რაც კარგია და მივესალმებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არაფერი არ უნდა გაკეთდეს. ეს უნდა იყოს რეაბილიტაცია, რესოციალიზაციის პროგრამები ძალიან აქტიურად, სადაც ჩაერთვებიან ესეთი ბავშვები და იქნება აქტიური მუშაობა, მოხდება მათი პრობლემების იდენტიფიკაცია, რატომ მოხდა, რატომ ჩაერთო, მათი ოჯახური გარემოს შეფასება, შესწავლა და ასე შემდეგ. ასე რომ ეს მიდგომა უნდა იყოს ძალიან მრავალმხრივი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პრობლემა არის ძალიან კომპლექსური, გამომწვევი მიზეზები არის სხვადასხვა, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ მხოლოდ ერთ გამომწვევს. გავიდა ბავშვი თქვათ ქუჩაში, გახდა მიუსაფარი, იმიტომ რომ სახლში იყო სიღარიბე. ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბეში სამწუხაროდ საქართველოში, მაგრამ მათი შვილები ყველა არ გადიან, ხო, ქუჩაში. ანუ სხვადასხვა პრობლემების ფაქტორების ერთობლიობა განაპირობებს ამას და სწორედ ასეთი მიდგომა არის სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება კიდევ ერთხელ უბრუნდებით თქვენს კითხვას, ანუ რესოციალიზაცია, რეაბილიტაციის პროგრამების გააქტიურება, გამრავალფეროვნება და ეს არ უნდა იყოს კიდევ ერთხელ ვიმეორებ რაღაც
მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი და ერთჯერადი აქტის სახით წარმოდგენილი, ეს უნდა იყოს ქმედითი, უნდა მუშაობდეს სხვა სტრუქტურები უნდა იყვნენ ჩართულები, უნდა იყოს ქმედითი პლატფორმა სამთავრობო დონეზე და მხოლოდ მაშინ შეიძლება გავიდეთ გარკვეულ შედეგად. ბევრჯერ ახსენეთ ეს, რომ ეს ყველაფერი არის კომპლექსური, ამას ერთი ადამიანი და ერთი ქმედითი ნაბიჯი ვერაფერს ვერ უსწავს. და ვერც ერთი სტრუქტურა. და ვერც ერთი სტრუქტურა მესმის, თუმცა რაღაცით მაინც უნდა იწყებდეს ალბათ სახელმწიფო ამდენი წლის განმავლობაში რაღაცა წინ ვერ წაიწია, ისევ იგივე კიდევ უფრო უარესი მდგომარეობა, როგორც მე ვხვდები ახლა თქვენი საუბრიდან გამომდინარე მით უმეტეს და ვხედავ მეც ხო სულ რომ არ ვესაუბრებ, მეც ვხედავ რა ხდება დღეს ქვეყანაში და რა მდგომარეობაში არიან ბავშვები. თუმცა ბოლო პერიოდია რაღაცნაირად კი არ მივეჩვიოთ, უბრალოდ ხშირად ვხედავთ, რომ სახელმწიფო ქმედით ნაბიჯებს არ დგამს და დგამენ მოქალაქეები და ადამიანები და თუნდაც ეს გურიის მაგალითი იყო თუ ასე შემდეგ აღარ ჩამოვთვლი ახლა. ამ შემთხვევაში ჩვენ ადამიანებმა მოქალაქეებმა რა შეგვიძლია გავაკეთოთ? რა ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ, რაც ჩვენს ძალებს არ აღემატება, ვთქვათ? კი ბატონო. იმისთვის, რომ კიდევ უფრო ეფექტიანი გავხადოთ, ვთქვათ, როგორც ჩვენი მუშაობა, ხო, ადგილზე იმ ორგანიზაციების თუ სახელმწიფოს მუშაობა და დავძლიოთ ეს პრობლემა, ამისთვის საჭირო არის ადრეული ინტერვენცია, რაც მისი ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი კომპონენტი არის ის, რომ გქონდეს დროული ინფორმაცია. ჩვენი მობილური ჯგუფები 24 საათის მანძილზე მუშაობენ ველზე, ანუ ქუჩაში, ეძებენ ბავშვებს, იციან ის ლოკაციები, მაგალითად, სადაც არიან, აქტიური კომუნიკაცია აქვთ ეთნიკურ უმცირესობებთან და მთავარი არის ის, რომ დროულად გქონდეს ინფორმაცია. ამას გარდა, რა თქმა უნდა, არის რესურსული ნაწილი ის, რომ თქვათ, კიდევ უფრო მეტი რესურსი დაეთმოს ამ პრობლემას. როგორც მოქალაქის მხრიდან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ინფორმაცია მივაწოდოთ მობილურ ჯგუფს, მივაწოდოთ სახელმწიფოს, რომ დროულად მივიდეთ, დროულად მოვძებნოთ ბავშვი და რა თქმა უნდა, ადგილზე მივაწოდოთ ადეკვატური მომსახურება და სერვისი. ამ ნაწილზე ერთ დავამატებდი, რთული არ საზოგადოებას მოუწოდო, როცა სხვა რეალობა გვაქვს, მაგალითად კანონში ფურცელზე კარგად არის ჩაწერილი, რომ ბავშვთა შრომა არის აკრძალული ძალადობა, უგულებელყოფა და ხშირად ხვდებით, რა ვიცი, მე ხშირად მქონია შემთხვევა და სავარაუდოდ თქვენც, როდესაც მაგალითად გზაჯვარედინზე მცირე წლოვანი ბავშვი, ასაკს არ აქვს, მშო 5-6 წლის, ან დამოუკიდებლად მარტო, ან მშობელთან, ან დასრულთან ერთად იღებს მოწყალებას, ან ყიდის წვრილმან ვაჭრობაშია და გვერდზე საპატრულო პოლიცია დგას. და არ აღიქვავს საპატრულო პოლიცია, რომ ეს არის დანაშაული. ბავშვთა შრომა არის დანაშაული. ანუ პირველ რიგში ეს არის გასაკეთებელი წინააღმდეგობაში, რომ ფურცელზე კანონმდებლობის დონეზე ძალიან კარგად არის გაწერილი, აღსრულების ნაწილში ძალიან ვიჭედებით. და ის ბავშვი, როდესაც ასე იზრდება, მერე ძალიან რთულია რა პროფესიონალმა უნდა იმუშაოს, რომ ეს ბავშვი მერე მოვწყვიტოთ ქუჩას, საპირწონეთ რა უნდა შევთავაზოთ ჩვენ სერვისებმა, განათლებაზე, რეაბილიტაციაზე, როცა საკმაოდ დიდ თანხებს გამოიმუშავებენ მოწყალების მიღებით, ან ამ წვრილმან ხო, საინტერესო ცნობიერების ამაღლება როგორ უნდა მოხდეს საზოგადოებაში ამ დროს, აი ჩვენ როგორც პრინციპში ანამ უკვე იკითხა და იმიტომ ვამბობთ, რომ ეს არის იმდენად დიდი პრობლემა და იმდენად გლობალური პრობლემა, რომ მულტისექტორული ჩართულობა უნდა, ყველა უწყება, ყველა სამინისტრო უნდა იყოს ამაში აქტიური. აი საინტერესოა ამ კუთხით როგორ არის საერთაშორისო პრაქტიკა. საერთაშორისო პრაქტიკა, მაგალითად ახლა ევროპის ქვეყნებში რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით უმრავლესობა, ბავშვს ქუჩაში ვერ ნახავთ. ძალიან ბევრი ადამიანი არის ქუჩაში, შეგიძლიათ თქოს, ყველას დასრული. ბავშვი ქუჩაში არ არის. იმიტომ რომ იქ სახელმწიფო მუშაობს. სამწუხაროდ ჩვენთან სხვა რეალობაა. ხო, ისევ მივედით იქ, საიდანაც დავიწყეთ, მე მგონი და რაც არის ყველაზე მთავარი, საიდანაც შეიძლება რომ ეს პრობლემა მოგვარდეს, თუმცა ამ შემთხვევაში და არა მარტო ამ შემთხვევაში სამწუხაროდ არ გვარდება, ვხედავთ. არ ვიცი, მე მაინც კიდევ ერთხელ დავსვამ ამ კითხვას, შეიძლება არასწორი ფორმით დავსვი, ან კარგად ვერ მიგახვედრეთ, რისი თქმა მინდოდა, ის რომ ცნობიერება უნდა ვუმაღლოთ ერთმანეთს, მაინც აი კიდევ გარდა იმისა, რომ თქვათ, აი თქვენ ახსენეთ, რომ ვნახეთ რაღაცა кейსი ერთ-ერთი და უნდა შევატყობინოთ, ვის შევატყობინოთ, რა ფორმით შევატყობინოთ? კი ბატონო. თქვათ თუ ამ ფორმით ვეხმარებით, ხო, მიუსაფარ ბავშვებს. პირველი ეს არის, რომ რა თქმა უნდა დროული ინფორმაცია მივიდეს, ხო, შესაბამის ადამიანებამდე, ვინც მერე ამის ინტერვენციას დაგეგმავს.
პირველი და უმთავრესი ნაბიჯი არის ეს. მეორე, ვთქვათ, არანაკლებ მნიშვნელოვანი, თუ ყველაზე მნიშვნელოვანი არა, ჩვენ როგორც მოქალაქეებმა, ჩვენი პასუხისმგებლობების ფარგლებში, რა თქმა უნდა მივიღოთ ეს ბავშვები ისეთები, როგორებიც არიან და არ უნდა უკრათ ხელი. სამწუხაროდ ასეთი შემთხვევები ხშირია და აი ბავშვებსაც როცა უსმენთ და ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს, ეს პრობლემა არის ძალიან წინა პლანზე წამოწეული, იმიტომ რომ ხო, ამ ბავშვების ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა არის ის, რომ არიან გარიყულები. საზოგადოება ვერ იმჩნევს ამ ბავშვებს. ამიტომ მნიშვნელოვანი არის ის, რომ მივიღოთ, შევიმჩნიოთ ეს ბავშვები, დავაფასოთ მათ, აქვთ ეს ინდივიდუალური თავისი ისტორიები, ისინი არიან ჩვენი საზოგადოების წევრები და მაშინ ნახავთ თუ თქვათ რასთან შეიძლება გქონდეს საქმე. იცით რა, ძალიან დიდი მადლობა, კი არ ვამთავრებ, უბრალოდ რაღაც მინდა თქვა, რა შეიძლება და გათქმევით აუცილებლად ხო, უბრალოდ ძალიან დიდი მადლობა, იცით რატომ მინდა გითხრათ, გარდა იმისა, რომ მოხვედით და რა თქმა უნდა ამ მნიშვნელოვან თემაზე ვსაუბრობთ. აი ხლა თქვენთან საუბარმა მე პირადად ჩამახედა ჩემს თავში და მინდა ვაღიარო და ალბათ ჩვენი მაყურებლის ძალიან დიდი პროცენტიც ამას დაინახავს და თავის თავში ჩვენს გულებში და ჩვენს რაღაც სიღრმეებში ჩავიხედოთ. აი ხლა თქვენ რომ საუბრობდით, გამახსენდა ჩემი თავი რამდენჯერ არ ვიცი ხო არ მინდა თან ისე გამომიდეს ხელი მიკრავს კი არა უბრალოდ უგულებელ ყავი ბავშვი რომელიც აი თქვა მჯდარვარ ძალიან თბილად მანქანაში ძალიან მიჭირს ახლა ამ ყველაფერს რომ ვამბობ თუმცა მინდა რომ ვაღიარო თბილად ჩემთვის მჯდარვარ მანქანაში შუქნიშანთან გაჩერებული და გარეთ რომ ძალიან ციო და მოსვლა ბავშვი და თითქოს ვერც დამინახავს გამიკეთებია ეს და ძალიან დიდი ბოდიში თითოეულ იმ ადამიანს ვისთანაც ეს გამიკეთებია უბრალოდ აი უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის ამ თემაზე საუბრისთვის რომ მე პირადად აი ამ ყველაფერში ჩამახედეთ და ჩემი შეცდომები დავინახე და იმედია რომ ჩემნაირად ძალიან ბევრი ადამიანი დაფიქრდება ვინც ახლა გვიყურებს და არა მარტო მაყურებელი არამედ რა თქმა უნდა სახელმწიფო და ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიქმნა იმისთვის რომ ჩვენს ქვეყანაში არც ერთი ბავშვი აღარ იყოს მშიერი მიუსაფარი და იყოს თბილად და ტკბილად და სიყვარულით სავსე გქონდეთ ბავშვობა რაც მთავარია დიდი მადლობა სტუმრობისთვის, თუმცა რა თქმა უნდა რაღაც თქვა გინდოდა და დამართ. ანუ ეს სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია ამ საკითხებზე, ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს ასე ვთქვათ, დაქვემდებარებაში, ანუ ჯანდაცვის სამინისტროს ხელხაზზე შესაძლებელია ინფორმაციის მიწოდება, ანუ კითხვაზე, თქვენ კითხვაზე, რომ ვის უნდა მივაწოდოთ ეს ინფორმაცია, სადაც შედის ყველანაირი ინფორმაცია მოქალაქეებისგან და მათი მხრიდან უკვე მოხდება გადაცემა იმ სამსახურებისთვის, იგივე რასაც გიორგი საუბრობს, მობილური ჯგუფებისთვის, იქნება თუ სხვადასხვა ცენტრებისთვის, რომ კონდეთ რეაგირება. ჩვენ მოქალაქეებმა უნდა შეიძლება გქონდეს ის განცდა, რომ რა აზრი აქვს, მაინც არ ექნება რეაგირება, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე. ეს კითხვა მეც მქონდა, აუცილებლად. რომ არ გქონდეთ რეაგირება. ამერე ჩვენ მაინც უნდა ვაკეთოთ. ჩვენ მაინც უნდა ვაკეთოთ და ყოველთვის როგორც ამბობენ, ბრძოლას აქვს აზრი და ჩვენ თუ აი ესე დაჟინებით გავაკეთებთ ჩვენ საქმეს, დავრეკავთ და შევაწუხებთ აუცილებლად დარწმუნებული ვარ. მოკლედ ჩვენი წელი პასუხისმგებლობა ნამდვილად გვაქვს ამ ბავშვებთან. აი საზოგადოების ნაწილში შეიძლება კიდე აქცენტები გაკეთდეს, რომ ბავშვი როგორც ჩემმა კოლეგებმა აღნიშნეს, ბავშვი როდესაც ქუჩაში გადის და უკვე იდენტიფიცირებულია მიუსაფრთან გაცილებით მეტი ძალის ხმევა საჭირო, რომ უკან გამოვიყვანოთ. მაგრამ პრევენციაზე შეუძლია საზოგადოება მის მეზობლად რა ხდება ხომ იცის შეიძლება ბავშვი ქუჩაში ასანამ გავა ბავშვი ქუჩაში მანამდე არის ძალიან ბევრი რამ გასაკეთებელი და აი ბოლო ომბუდსმენის ანგარიში რაც გვიჩვენებს რომ 6%-ით გაზრდილია ბავშვთა სიღარიბე ანუ რისკები იმისა რომ ხვალ მეტი ბავშვი გავა ქუჩაში იმატებს და აქ არის გასაძლიერებელი ზუსტად აი ეს კომპლექსურად მუშაობა საზოგადოება სახელმწიფო ყველა ერთად მედიას ძალიან დიდი როლი აქვს. ძალიან დიდი მადლობა მოგზანებისთვის. იმეც ვიტოვებ, რომ ასეთ მძიმე თემაზე კიდევ უფრო სხვა ნაირად მოხვალთ ჩვენთან უკვე შემდეგი შეხვედრა უფრო იმედიანი იქნება და იმეც ვიტოვებ კიდევ იმისას, რომ ჩვენი სახელმწიფო ყურად იღებს მართლა ძალიან დიდ პრობლემას, რომელიც ბავშვებს ეხება, არასრულწლოვანებს ეხება მათ ქვეყანაში, რომლებიც ცხოვრობენ და ხშირ შემთხვევაში ფატალურადაც კი მთავრდება მათი ცხოვრება და ვიცით არაერთი შემთხვევა ასეთი. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა მოგზანებისთვის. ჩვენ
სულ ცოტა ხნით უნდა გავიდეთ ახლა რეკლამაზე და ძალიან მალე დაგიბრუნდებით. დროებით. დავბრუნდით ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებელო და ანა არ შემიძლია რომ არ გაგახსენო ჩვენი წინა ეთერი, წინა კვირის, სადაც უკვე ვახსენეთ ის საინტერესო თემა, რაც ახლა უნდა გავუჟღერო ჩვენს ტელემაყურებელს. ეს არის თბილისის წიგნის ბაზრობა, რომელიც ექსპო ჯორჯიაში მიმდინარეობს. როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო კონცეფციას ახვედრებენ ადგილზე მისულ მკითხველს და წიგნის ბაზრობაზე დღეს ახალი პროექტი დაიწყო უკვე ლიტერატურა პატიმრებისთვის, რომელსაც სტუდენტები თეატრისა და კინოს მსახიობები უერთდებიან ჩემო ანა და ამის შესახებ დარწმუნებული ვარ რომ გაქვს უკვე ინფორმაცია. ინფორმაციაც მაქვს და არაჩვეულებრივი ადამიანის გველოდება სწორედ ამ პროექტთან დაკავშირებით უფრო მეც მოგვიყვება ჩვენთვის ძალიან საყვარელი, უნიჭიერესი, ულამაზესი და არ შემიძლია, არ ვიცი, აი შემიძლია არ დავასრულო მასზე საუბარი ნინო კასრაძე, რომელიც სწორედ ექსპო ჯორჯიას სივრციდან გვიერთდება. მოგესალმებით, ძვირფასო ნინო, როგორ ხარ? მოგესალმებით ქალბატონო ნინო. დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხარ. კარგად, დიახ, მადლობა. ვიცით უკვე რომ დაიწყო პროექტი და რას მოიცავს ლიტერატურა პატიმრებისთვის? აი როგორია პატიმრების წერილები და რა აქვს მათ საქმელი ამჯერად? წლევანდელ წელს ეს არის ჩვენი პროექტის ფარგლებში მსახიობები ლიტერატურით. ჩვენ გადავწყვეტეთ წელს რომ დაუთმოთ ასპარეზი სცენა პატიმრებს. ჩვენ მათ შევთავაზეთ წიგნები, ეს წიგნები მათ წაიკითხეს და თავისი ეგრეთ წოდებული ესეთი რეცენზიები გამოაგზავნეს. და უნდა გითხრათ რომ ძალიან საინტერესო მისე მეტია ჩემი აზრით, იმიტომ რომ ეს არის პორტრეტი იმისი, რატო ადამიანის პირველ რიგში და შემდეგ იმ მოვლენით რატო შედან ისინი ციხეში. იქ შეიძლება ფაქტობრივად რაღაცა ზედავებოდეს სახელმწიფო, მაგრამ მე დიდ სურათს რომ შეხედავ, მიხვდები რომ ეს მოაზროვნე ადამიანების დიდი ნაწილი არის ჩამოშორებული აქტიურ ცხოვრებას. რას წარადგენენ, რა წიგნები აირჩიეს, როგორ ანალიზს აკეთებენ, ეს ისეთ რა პატრიოტები არიან, მოაზროვნე ადამიანები. და კიდე მინდოდა ჩვენ ორგანიზატორებს გვინდოდა რომ ადამიანი ყოფილიყო ჩვენ ფოკუსში. იცით, ადამიანი, არა პოლიტიკური მდგენელი რომ ასე და ისე, არა, აი ადამიანი თავისი აზრებით, განცდებით, ფიქრებით და ეს ადამიანი მერე ბევრ რამეზე დაგაფიქრებს, ბევრი ამის მიმანიშნებელი ხდება. აი ეს გვინდოდა, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, სოლიდარობა და ადამიანზე ფოკუსირება. კი ბატონო, რა თქმა უნდა, გიერთდებით ნინო, რასაკვირველია და იცით დავსვი ეს კითხვაც, მაგრამ უფრო ისე კონკრეტულად ვიკითხავ, აი როგორია პატიმრების წერილები და ამ შემთხვევაში ლიტერატურით რა იქნება მათი სათქმელი? სათქმელი ერთია, ანუ აი ეს ისინი ხო, ამაშია საქმე, ისინი წიგნით ისევ თავის სათქმელს ამბობენ, ისინი თავის პოზიციაზე საუბრობენ, თავის უდანაშაულობაზე საუბრობენ, ისინი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. ლიტერატურაც ისეთი აირჩია, იცით, ყველა საინტერესებს როგორია ადამიანი დაუშვათ რეჟიმის და დიქტატურის პირობებში. ბევრი ნიუანსია, სხვათა შორის ძალიან თვითკრიტიკულიც იყო ეს წერილები, აი 1-2 მაინც უაღრესად მძიმე წასაკითხი და მოსასმენი იყო. ისინი ხო და იცით რა, ეს არ არის მარტო მე არა ვარ დამნაშავე, ეს არის რაღაცნაირი მცდელობა გააზრების, ლიტერატურის მეშვეობით, კვლევების მეშვეობით, ძალიან საინტერესო ხალხთან აგვაქვს საქმე, ძალიან უაღრესად საინტერესო ხალხთან. 10% მაგვიპასუხა და 10% წარადგენს დაახლოებით 12 ადამიანი. დარწმუნებული ვარ დანარჩენებიც ასევე, ვინც შეიძლება ვერ მოახერხა ამჯერად მონაწილეობა. დიდი ნუგეშია მე ვფიქრობ, კითხვა და წერა საპატიმროში და დინუგეშია იმის გაგება, რომ შენ გისმენენ და შენ წერილებს ელოდებიან. ლიტერატურას შეეხება თუ სხვა რამეს. რა თქმა უნდა. და როდემდე გაგრძელდება პროექტი? ეს პროექტი იქნება დღეს და ხვალ 12-დან დილის საათებში 12-დან 2-მდე, შემდეგ იქნება პაუზა, ბავშვები წარადგენენ წიგნებს და ისევ 4-დან 6 საათამდე დღეს და ხვალ ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში მოგბრძანდით ლიტერატურა პატიმრებისთვის. აუცილებლად
მოვალთ და მოუწედებთ ჩვენს მაყურებელს, რომ აუცილებლად უნდა მოვიდნენ. მათი იქ ყოფნა და დასწრება და ამ ყველაფრის მოსმენა და გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია. თუ არ ვწდები, ახლა კარგად ვერ ხედავ, მაგრამ მე მგონი ეკა ჩხეიძე კითხულობს უკან. სწორად ხედავ? აი ახლა დიახ, აი ახლა მორჩება, დიახ. გადავცემ ეკას მაშინ. ხო? უკაცრავ. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ნინო, მართლა ძალიან საინტერესოა და გრძელდება ეს პროექტი დღეს და ხოლმე როგორც უკვე აღნიშნა და გითხრა თავად ქალბატონმა ნინომ, ასე რომ აუცილებლად ნამდვილად უნდა მივიდეთ, ნამდვილად უნდა დავისწროთ და ძალიან საინტერესოა თან ხოლ ესე იგი დღეს და ხოლმე 12 საათიდან 2 საათამდე მე-11 პავილიონში ჩვენ სამწუხაროდ ვერ მოვახერხებთ მისვლას, იმიტომ რომ ზუსტად ამ დროს 2 საათამდე ვართ ეთერში, თუმცა 2 საათზე ამთავრდება ექსპო ჯორჯიაში. ყველაფერი ჩვენ შეგვიძლია შემდეგ შევუერთდეთ და არანაკლებ საინტერესო ამბები დაგვხვდება ექსპო ჯორჯიაში. ძალიან მაინტერესებს მართლა თვითონ პატიმრების ესეთი რეცენზიები, როგორც თქვა ქალბატონმა ნინომ, რომ აი რეცენზიის სახით აქვთ, ასე ვთქვათ, ეს გაკეთებული ხო თავად უკვე კომენტირება. საინტერესოა ძალიან რას წერენ, მათი დამოკიდებულება, მათი ემოციები, მათი ფიქრები, აზრები ეს არ არის უკვე ხო პატარა რაღაც ვარდაზე არ ვლაპარაკობთ ჩვენ საკმაოდ დროში გაწელილია მათი საპატიმროში ყოფნა და საინტერესოა ალბათ ძალიან მტკივნეულია როგორი არის აი ეს რაღაცა მათში გავლილია ეს პერიოდი რა ძალიან საინტერესო მათი თვალით დანახული იმიტომ რომ სწორედ ამ ყველაფერზე წერენ ისინი ლიტერატურული ენით ამ შემთხვევაში ხო რაც არის ჩვენს ქვეყანაში რაც ვითარდება. თქმა უნდა გეთანხმებით მარიამ და აქვე ვისარგებლებ ჩვენი ეთერით და მინდა სოლიდარობა გამოუცხადოთ თემურ ჩხეიძის სახელოსნოს, რომელიც ლიკვიდირებულია. სახელოსნო, რომელიც ბატონმა თემურმა, როგორც მე მახსოვს 2014 წელს დააარსა იმისთვის, რომ ახალგაზრდებისთვის მიეცა საშუალება, რომ თავისი სათქმელი ეთქვათ თავისი პროფესიით. და დღეს ახლა თემურ ჩხეიძის სახელოსნო ლიკვიდირებულია. იმ ადამიანების მიერ არის ლიკვიდირებული, ვინც პირდაპირ აი ხაზგასმით ვიტყვი, რომ ბატონ თემურთან გაიზარდნენ ალბათ და ეს კიდევ უფრო მტკივნეულია, რომ ბატონ თემურს უნდოდა მე როგორც მახსოვს, რომ ეს ამ სახელოსნოში სწავლება ყოფილიყო უფასო, შესაბამისად ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაცა სახელმწიფოსთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. ხო, და საბოლოო ჯამში თეატრალურმა უნივერსიტეტმა, რომელიც 2014 წლიდან 2025 წლამდე საერთოდ არ დაინტერესებულა სახელოსნოში რა ხდებოდა, დღეს განაცხადა, რომ ლიკვიდირებული უნდა იყოს თემურ ჩხეიძის სახელოსნო. სირცხვილია უბრალოდ მეტი არ ვიცი რა შეიძლება ვთქვა ამ ყველაფერზე. თუმცა ის ახალგაზრდობა ყავს გამოზრდილი და გამოწყთობილი აი ამ საოცარ სახელოსნოს, როგორებიც დღეს ამშვენებენ ტელეეკრანებსაც და სცენებსაც და საამაყო ახალგაზრდები არიან დღეს ჩვენთვის. თუმცა დღევანდელი სიქით უკვე აღარ ვიცით როგორ იქნება და როგორ განვითარდება მოვლენები, როგორც ხედავ, არაფერი სასიკეთო არ ხდება დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში. ეს აბსოლუტურად ყველა სფეროს ეხება, ჩვენს წინა ბლოკსაც შეგვიძლია დავუბრუნდეთ ამ შემთხვევაში. თუმცა სოლიდარობა ძალიან დიდი რამეა და ძალიან დიდი მადლობა ჩემს თეატრს, ვასოაბაში სახელობის ახალ თეატრს, რომ რა თქმა უნდა სოლიდარულია ამ ფაქტის მიმართაც. რა თქმა უნდა, ანა გეთახმები და ვუერთდები ამ სოლიდარობას აუცილებლად. ახლა ჩვენს ეთერში არის საინფორმაციო გამოშვების დრო. პირველებს ვთქვათ და მოკლედ ჩვენ ძალიან მალე საინფორმაციო შემდეგ დაგიბრუნდებით ისევ მე და ანა. დროებით. დავბრუნდით ჩემო ძვირფასო მარიამ და ძვირფასო მაყურებლებო. პირდაპირ ეთერში და ერთი ძალიან საინტერესო ინფორმაცია მინდა გაგანდოს შენ კი იცი, მაგრამ კიდევ უფრო ჩაგაღრმავებ ამ ყველაფერში და მაყურებელსაც კი ბატონო, მაყურებელსაც გავანდოთ ეს ახალი ამბავი, რომ 1 აპრილიდან 1 მაისამდე მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელი, რომელიც შეიცავს ველას პროდუქციას, გადაფხეკს კოდს და გაგზავნის ველა პრომო ჯიზე და ყოველი მე-1000 იღბლიანი ადამიანი მიიღებს პრიზს. კი ბატონო, ჩემო ანა და ასევე თუ ამ კამპანიაში მოიწევენ მეგობრებს და დააგროვებენ ყველაზე მეტ ქულას, მიიღებენ შანსს მოიგონ ფულადი ვაუჩერი, ჯამში 3 ვაუჩერი. პროდუქციის შეძენა მომხმარებელს შეუძლია თითქმის ყველგან, დეტალური ინფორმაცია კი შეგიძლიათ ველაპრომოჯის ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში მოიძიოთ. თავარია მომხმარებელმა იპოვოს პროდუქტი, რომელზეც დატანილია გადასაფხეკი სტიკერი, ჩემო მარიამ. კი ბატონო, ჩემო ანა და ესეთი სიახლეები აქვს ველას და ახლა უნდა
ვნახოთ სამედიცინო რუბრიკა, რომელიც მე და შენ ძალიან გვყვარს. ძალიან საინტერესოა ყოველთვის. გავეყანი მაია ხერხეულიძის რუბრიკას გულისხმობ, რა თქმა უნდა და აქვე დავიშვებით ჩვენს არაჩვეულებრივ ტელემაყურებელს ხვალამდე მე და ანა. მაშინ ნახოთ ექიმის რჩევები, მარიამ და ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით. დროებით. რუბრიკას წარმოგიდგენთ ავერსის ბრენდი დეკლარი. დეკლარი, შვეიცარიული კოსმეტიკა ქალისა და მამაკაცის მგრძნობიარე კანისთვის. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ და ეს არის კატარაქტა. პრობლემა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი თქვენთაგანისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა მანამდე, რა თქმა უნდა, შეგახსენებთ, რომ რუბრიკის ექიმის რჩევების სპონსორია შვეიცარიული პრემიალური ბრენდი დეკლარი. დეკლარი, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი მგრძნობიარე კანისთვის. ეს არის ბრენდი, რომელიც 45 წლიანი გამოცდილებით პოზიციონირებს მსოფლიოს ბაზარზე და ბრენდი, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია შედეგზე. მას ასე, როგორც თქვით, დღეს ჩვენ შევეხებით კატარაქტას, პრობლემას, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია და დღეს ჩვენი სტუმარია ამ თემაზე სასაუბროთ ექიმი ოფთალმოლოგი სოფიო იმედაშვილი. მოგესალმებით, ქალბატონო სოფიო, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. ნამდვილად კატარაქტა არის ერთ-ერთი ძალიან სერიოზული, საკმაოდ გავრცელებული პრობლემა, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ასაკთან ერთად იმატებს ხოლმე მისი ხვედრითი წილი და მოდით ჩვენს მაყურებელს უთხრათ, რა არის კატარაქტა და რა არის მისი ძირითადი გამომწვევი მიზეზები. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. ნამდვილად ძალიან აქტუალური თემაა დღესდღეობით, იმიტომ რომ კატარაქტა არის საკმაოდ გავრცელებული დაავადება, რომელიც პროგრესირებადია მხედველობის დაქვეითების მიზეზით. შესაბამისად არის ასაკობრივი პროცესი, რა თქმა უნდა, თუმცა გამოყოფდი, რომ არსებობს უკვე ადრეული ასაკიდან კატარაქტის თანდაყოლილიც არსებობს, კი ბატონო. დიახ, რა თქმა უნდა, თანდაყოლილი და უკვე ძალიან გაახალგაზრდავდა კატარაქტის განვითარება, იმიტომ რომ შესაბამისად ადრე თუ იყო, რომ დაახლოებით 60-70 წლის მერე უფრო გამომჟღავნდებოდა და კატარაქტით დაავადებული ადამიანთა უმრავლესობა, ამჟამინდელი სიტუაციისთვის უკვე დაახლოებით 40 წლის შემდეგ ძალიან უკვე დაწყებითი კატარაქტის დიაგნოზი ძალიან მოხშირდა. რა ხდება ამ დროს კატარაქტის შემთხვევაში და რა არის თქვათ ის სიმპტომები, პირველი ნიშნები, რითაც შეიძლება ადამიანმა იგრძნოს დაფიქრდეს, რომ ხომ არა აქვს მას პრობლემა, რომ მიმართოს ოფთალმოლოგს. კატარაქტა ეს არის ბროლის შემკრევა, შესაბამისად, გამჭვირვალე აღარ არის ბროლი, რომელიც ვერ გარდატეხს სინათლეს ბადურა გარსზე, თვალის უკანა სეგმენტამდე. პაციენტი ადამიანი აღნიშნავს დაბურულ მხედველობას, თითქოს ნისლში ხედავს და ძალიან ხშირად ვინც არის ასაკობრივ ჯგუფს ვაკუთვნებ, ვინც არის სათვალის მოხმარებელი, აქვს ესეთი შეგრძნება, რომ თითქოს დაორთქლილ მინაში იხედება და ხშირად უნდა რომ გაწმინდოს ეს. რაც შეეხება თანდაყოლილ კატარაქტას, ეს უფრო გენეტიკური ფაქტორი ინფექციური დაავადებების მუცლადყოფნის პერიოდში არის გამომწვევი მიზეზი და ძალიან მოხშირებული არის მეტაბოლური სინდრომი, თავისთავად მეტაბოლური დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, დაწყებითი კატარაქტის მიზეზი შესაძლოა ასევე გახდეს მედიკამენტოზური კატარაქტა, როდესაც ხანგრძლივი დროით მოიხმარს ადამიანი კორტიკოსტეროიდებს. აუცილებელი არის თუ არა, რომ გარკვეულ ასაკიდან, თქვათ ოფთალმოლოგთან, რომც არ ჰქონდეს ადამიანს ჩივილი, მაინც მივიდეს იმისთვის, რომ თქვათ შეიმოწმოს ხომ არ იწყება კატარაქტა და თქვათ როგორ შეიძლება თუ არა გარკვეული პრევენცია ამ პრობლემის. დიახ, მოგახსენებთ. რა თქმა უნდა, 40 წლის მერე სასურველია ადამიანმა ჩაიტაროს წელიწადში ერთხელ დიაგნოსტიკა, ანუ ოფთალმოლოგიური, რაც მოიცავს ნაპრალოვანი სანათით დათვალიერებას თვალის წინა სეგმენტის. რა თქმა უნდა, აუცილებელი არის თუ დიაბეტი აქვს აქ თვალის ფსკერის დათვალიერება და თავიდან რომ ავიცილოთ მომავალი, ასე რომ ვთქვათ, დაავადებები აუცილებლად წელიწადში ერთხელ საჭიროა გაკონტროლდეს თვალის წნევა. არის თუ არა, ვთქვათ, დაკავშირებული მაგალითად მიოპიასთან. შეიძლება რომ მიოპიის შემთხვევაში კატარაქტა განვითარდეს უფრო ადრეულ ასაკში თუ ვთქვათ, ამათ შორის კავშირი მაინც და მაინც არ არის. დიახ, არ გამოვყოფ ამას ესე, იმიტომ რომ მეტაბოლურ დაავადებებთან ერთად ასევე არის უვეიტები, ანუ თვალის ანთებითი დაავადებები, ერთ-ერთი მაპროვოცირებელი, გლაუკომა და მაღალი ხარისხის მიოპია, ანუ ახლო მხედველობა.
ადრეული კატარაქტის განვითარების რისკს ზრდის. ანუ პირველივე ნიშნის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საერთოდ ნიშნის გაჩენამდეც აუცილებელია, რა თქმა უნდა, რომ მხედველობა წელიწადში ერთხელ მაინც იყოს შემოწმებული, შეფასებული, თუმცა თუ ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ცოტა დაბურულია მხედველობა, ისე კარგად და ისე מחვილად თქვათ, ვერ ვხედავთ ყველაფერს, ისეთი არ არის კონტრასტული ფერები, აუცილებლად უნდა მივმართოთ ოფთალმოლოგს. როგორ შეიძლება თქვენ უკვე რა გამოკვლევებით შეიძლება დაადგინოთ, რომ ეს ნამდვილად არის კატარაქტა და როგორია კატარაქტის მკურნალობის მეთოდები? სხვადასხვა ძალიან მარტივია კატარაქტის დიაგნოსტიკა. ხდება დათვალიერება ნაპრალოვანი სანათის მეშვეობით, სადაც ნებისმიერი სტადიის კატარაქტის დიაგნოზის დადგენა არის შესაძლებელი. რა თქმა უნდა, მხედველობა, ანუ მხედველობის განსაზღვრა, ტესტი, ვიზუსი და აუცილებელია ასევე თუ არის დაწყებითი კატარაქტა, ამ შემთხვევაში ექიმ დიაგნოსტიკს აქვს ვიზუალიზაცია გააკეთოს თვალის უკანა სეგმენტში, ანუ თვალის ფსკერის ბადურა გარსის დათვალიერების შემთხვევაში და რა თქმა უნდა გადამოსვეს თვალის წნევა. რომ გამოირიცხოს ასეთ შემთხვევაში ალბათ გლაუკომის არსებობა. რამდენად ხშირი არის, რომ ეს ორი დაავადება, ვთქვათ, თან არსებობდეს და იყოს ერთდროულად? ძალიან მოხშირებულია ამ ბოლო დროს და განსაკუთრებით კატარაქტის გაკეთების შემდგომ ზოგჯერ არის ესეთი ასე რომ ვთქვათ რისკი, რომ თვალის წნევა, ანუ ერთ-ერთ ასე რომ ვთქვათ პოსტოპერაციულ გართულებებს მიაკუთვნება, თუმცა მანამდეც ზოგჯერ მომართავს პაციენტი მხედველობის დაქვეითებით, აქვს დაბურული მხედველობა, მაგრამ ის ვერ აღიქვავს, რომ მას აქვს მაღალი თვალის წნევა და შესაძლოა ის ატარებდა მაღალ წნევას ძალიან დიდი ხანი და მას უკვე ჰქონდეს მხედველობის ნერვის ატროფია. დიახ. კარგით, ამიტომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სანამ ატროფიამდე მივალთ, როდესაც უკვე შესაძლებელია რომ პროცესი იყოს შეუქცევადი, მანამდე ჩვენ ვიცოდეთ, შესაძლოა ვერც გრძნობდეს პაციენტი, რომ ის ატარებს მაღალ თვალის წნევას. ამიტომ არის აუცილებელი, რომ წელიწადში ერთხელ მაინც ეს თქვათ აუცილებლად გავაკონტროლოთ ჩვენი მხედველობა. მკურნალობა მხოლოდ ოპერაციულია და ოპერაციაზეც რო შევჩერდეთ ორი სიტყვით, თუ შესაძლებელია გარკვეული მედიკამენტური მკურნალობაც, როდესაც გვაქვს კატარაქტა. დღესდღეობით და საბედნიეროდ ყველაზე ეფექტური, რა თქმა უნდა, არის ქირურგიული მკურნალობა. კონსერვატიული მკურნალობა უბრალოდ ეს არის დროებით, ისიც დაწყებით სტადიაში, რომელსაც აქვს ძალიან მცირე ხნიანი, ასე რომ ვთქვათ, პროგრესირების შეჩერებას ფაქტურად ვერც ახდენს წვეთების ინსტილაცია. ერთ-ერთი უტყუარი და ფაქტიურად ყველაზე გამართლებული არის ქირურგიული ოპერაცია, რომელიც ძალიან მარტივი, ასე რომ ვთქვათ, ნაკლებად ინვაზიური პროცესი არის და თუ შეიძლება გამსჭირდეთ. დაახლოებით, დიახ, აუცილებლად. მცირე განაკვეთი კეთდება. რა თქმა უნდა, პაციენტს უკეთდება ეს ყოველივე ადგილობრივი ანესთეზიით, ანუ ტოპიკურად ხდება წვეთების ჩაწვეთების დროს და 2 მილიმეტრი, 2.5 მილიმეტრის განაკვეთის დროს ხდება ულტრაბგერის საშუალებით, ასე რომ ვთქვათ, ბროლის, ანუ ეს შემღვრეული ბროლის დანაწევრება და ამოღება, ასე რომ ვთქვათ, ასპირაცია და ჩადგმა ხელოვნური კუმშვადი ბროლის. დაახლოებით 8-10 წუთი გრძელდება ოპერაცია. როდესაც უკვე შევა პაციენტი საოპერაციო და დაწვება საოპერაციო მაგიდაზე. რეაბილიტაცია საჭიროა ამის შემდეგ, თქვათ რაღაც გარკვეული რეაბილიტაცია, თუ პრინციპში რახან ეს ზოგადი ანესთეზიაც არ არის საჭირო ადგილობრივით კეთდება, ნაკლებად საჭიროებს გარკვეული რეაბილიტაცია. ძირითადად რეჟიმის დაცვა, ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლება, პაციენტი უნდა იყოს აუცილებლად ინფორმირებული, როგორ უნდა წინასწარ, რა თქმა უნდა, რომ უფრო ასე რომ ვთქვათ, სათანადოდ მოეკიდოს პოსტოპერაციულ მკურნალობის უნდა ჩაიწვეთოს წვეთები, ანტიბიოტიკები, არასტეროიდები, სტეროიდები. აუცილებელია კონტროლი მეორე დღეს და მეოთხე დღესაც და შეიძლება ორ კვირაშიც, ანუ ეს გააჩნია როგორ იქნება მისი მდგომარეობა პოსტოპერაციულად და ძირითადად რეჟიმის დაცვა მოიცავს, ანუ არ მოისრისოს თვალზე, თვალი ხელით, ასევე არ დაწვეს ნაოპერაციებ ხარეს ნაბანი წყალი, ფიზიკური აქტივობა, სპორტული აქტივობები. რაღაც გარკვეული პერიოდი შეიძლება. დაახლოებით 2 კვირიდან 3 კვირამდე.
ოპერაცია, როდესაც ორივე თვალზე დგინდება, ანუ კატარაქტის დიაგნოზი, ოპერაცია, რა თქმა უნდა, ერთდროულად არ კეთდება. ჯერ კეთდება ნაკლებად მხედველ თვალზე და დაახლოებით რამდენიმე კვირის შემდეგ უკვე შეიძლება მეორე თვალზეც გაკეთდეს კატარაქტის ოპერაცია. საოცარია ხოლმე, იმიტომ რომ რაღაც მომენტში თითქოს მთლიანად იბინდება მხედველობა, საერთოდ ვერ ხედავს ადამიანი და მე რაღაცა მოყვითალო მორუხო ფერის უცებ არის აბსოლუტური მხედველობა. საოცარი ემოცია აქვს პაციენტებს. ემოცია არის კი, აი მეც რამდენიც მინახია, ემოცია არის საოცარი, ნამდვილად. სოფიო, რამდენადაც ვიცი, ბროლთან დაკავშირებით სხვადასხვა რაღაცები გვესმის ხოლმე ჩვენ, რომ თქვათ არის სხვადასხვა ტიპის ბროლი, როგორ უნდა შეირჩეს, ვინ არჩევს აი ამ ბროლს, თქვათ ეს არის აბსოლუტურად ოფთალმოლოგის, ანუ თქვენი პრეროგატივა თუ თქვენ უნდა შეუთანხმდეთ პაციენტს, რომელი თქვათ ბროლი შეარჩიოთ. დიახ. დღესდღეობით ანუ საბედნიეროდ არსებობს უკვე ძალიან დიდი არჩევანი, თუმცა ყველაზე მეტად გამოვყოფდი ანუ პრემიალური ხარისხის ამერიკულ ბროლს, რომელიც აბსოლუტურად ძალიან კარგ შედეგებს იძლევა და რა თქმა უნდა პაციენტი უნდა იყოს წინასწარ ინფორმირებული ექიმის და ქირურგის მხრიდან, რადგან მისი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე არსებობს სხვადასხვა ბროლები, ანუ მონოფოკალური, როდესაც ერთი მანძილის დისტანციაზე არის ხედვა, არსებობს მულტიფოკალური, როდესაც პაციენტს აქვს სურვილი, რომ მოიხსნას სათვალე ოპერაციის შემდგომ და ყველა მანძილზე, ანუ შორტს, შუალედურ და ახლო დისტანციაზე დაინახოს და თუ ვისაც აქვს ასტიგმატიზმი, ანუ ეს ცალკე რეფრაქციული მანკია, იცით, ამ შემთხვევაშიც არსებობს თორიული ბროლები, ეს უნდა შეირჩეს, რა თქმა უნდა და ანუ შესაძლებელია ერთი ოპერაციით უკვე ბროლის არჩევანი ჩვენ სამი პრობლემა პრაქტიკულად მოვაგვაროთ. დიახ და აქედან გამომდინარე, ასაკიდან გამომდინარე პაციენტის, მისი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა იყოს ინფორმაცია მიწოდებული სწორად, რომ მან უკვე შესაბამისად აირჩიოს და აუცილებლად უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანია გამოთვლილი ოპერაციამდე, ანუ ბროლის პარამეტრები, პაციენტის რეფრაქციასთან მიმართებაში, ბიომეტრიის დახმარებით და ეს ყველა დიაგნოსტიკა გვეხმარება იმისთვის, რომ მას კონდეს 99.9% მხედველობა. ძალიან დიდი მადლობა, რომ თქვენ ამ საქმეს ემსახურებით, წარმატებას გისურვებთ და ჩვენ მაყურებელს კიდევ ერთხელ გავუმეორებ, რომ 40 წლის მერე მნიშვნელოვანია, რომ სანამ რაღაც პრობლემა გამოვლინდება, მანამდეც მივიდეთ ექიმ-ოფთალმოლოგთან, მანამდეც შევიმოწმოთ ჩვენი მხედველობა და ადრეულ ეტაპზე გამოვავლინოთ ყველა ის პრობლემა, რომელიც რაც უფრო ადრე გამოვავლენთ, მით უფრო ადვილად მოგვარებადია. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სოფიო, იმეც ვიტოვებთ, რომ ჩვენ კიდევ შევხვდებით ამ სტუდიაში და ჩვენს მაყურებელს ჯანმრთელობას უსურვებ. რუბრიკას წარმოგიდგენთ ავერსის ბრენდი დეკლარი. დეკლარი, შვეიცარიული კოსმეტიკა ქალისა და მამაკაცის მგრძნობიარე კანისთვის.